მაჩხო მიდის. სისტრაფით და ჯანით გამორჩეული გარემარბი, ერთ-ერთი ყველაზე წარმატებული ბორჯღალოსანი, ეროვნული გუნდის საუკეთესო მელელოვე, რომელმაც 67 შეხვედრაში 23 ლელოს დადება მოახერხა. ირაკლი მაჩხანელი საქართველოს ნაკრებსა და მის გულშემატკივარს ოფიციალურად 14 მარტს რუსეთთან მატჩის დროს დაემშვიდობება. ბრავო თავის ჯოუს სტილში ნახტომი. ირაკლის სარაგბო კარიერის პირველი ეტაპი კლუბ აკადემიას უკავშირდება, სადაც პერსპექტიულმა ახალგაზრდა ბიჭმა მალევე მიიქცია მწვრთნელების ყურადღება და გამოჩნდა, რომ სწორი მიდგომის შემთხვევაში მას დიდი რაგბის თამაში შეეძლო. რომ მოვიდა, ქონდა ყველანაირი საშუალება და თვითონ იყო, შრომის მოყარე ხო თავის დავარ. ფიზიკური აღნაგობაც ისეთი. აი, პატარა ხელის წაკვრა უნდა და რომ ეს ეხა ძნელია მაინც რეგბი პასი უნდა. თორე სისტრაფე, ჯანი ღმერთმა მიცეს ეხაც აქ ამდენი წლის არის. არც ვიცი პრინციპში რა ვიტყვი რომ დიდია და კიდე შეუულია რა, ალბათ, მაგრამ ეხა თავის მოსაზრება. აი, ბავშვობიდან ეგეთი ბიჭი იყო რა. ამას მოყვა კარიერის ფრანგული ნაწილი და ეროვნული გუნდი, რომელშიც მაჩხო პირველად 2002 წელს აღმოჩნდა. ამასთან ერთად მიიწვიეს 7 კაცა ნაკრებშიც. სწრაფი, ფიზიკური და აგრესიული თამაშის სტილის წყალობით გარემარბმა საკმაოდ მალე დაიმკვიდრა ადგილი ძირითად შემადგენლობაში და მისი განუყრელი ნაწილი გახდა. ბოლო წლებში კი სულაც კაპიტნობა ხვდა წილად. გარდა იმ 23 ლელოსი, რომლითაც მაჩხანელმა თანაგუნდელები და გულშემატკივარი გაახარა, მან კიდევ ბევრი რამ შეძინა ქვეყნის მთავარ გუნდს. შენ გვერდზე რომ კაცი ისეთი დგას, რომელსაც ენდობი, ახლა ესეთი სპორტია, ხო? ახლა ჭიდაობა ერთი ხარ, ჭადრაკი ერთი ხარ, შენ თავზეა ყველაფერი და აქ ეგრევე ვერიომებ რა მარტო. და გვერდზე რომ მაჩხოსნაირი გიდგას, ვინც არ უნდა იყოს, იმას უკვე თავი ქუჩი აქვს. მისი ყოველი სიტყვა ჩვენთვის არის რაღაც ბევრის მომცემი და ძალიან საჭირო მისი ჩვენს გვერდით ყოფნა რა. გულდასაწყვეტია, მაგრამ თავისი გადაწყვეტილებაა. მე როგორც ვიცი თვითონ მოიდო, მე მგონი ბევრი ტრავმების გამო, მაგრამ ჩვენს გვერდით არის და ეს ძალიან ხსიამოვნებს, რომ ეგ გვეხმარება, რომ მოვიმზადოთ თამაშებისთვის. He is a true Georgian warrior. მაჩხო ყოველთვის ქართული რაგბის ერთგული მსახური იყო. ის ნამდვილი ქართველი მეომარია, რომელიც ყველა მატჩში 100%-ით იხარჯება. მიუხედავად იმისა, რომ მრავალი წელი საფრანგეთში გაატარა, თავისი ფესვები არასოდეს დავიწყებია. ის ერთ-ერთია იმათგან, ვისაც ერთხელ შეხედავ და უკვე იცი, რომ ქართველი ბიჭია. He is a Georgian boy. საქართველოს რუსეთის მატჩებს როგორც წესი მაყურებელი არ აკრია, მაგრამ მაინც, ვისაც მაჩხოსთვის მადლობის გადახდა სურს, შაბათს 17 საათზე მესხის სტადიონზე უნდა მოვიდეს და ჩვენი დროის ერთ-ერთი გამორჩეული სპორტსმენი ტაშით გააცილოს.